თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინკ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, ასევე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები. ფინანსური სამიტი საქართველოში პირველად იმართება, ის ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა და ერეფნის მთავარი რგოლი. სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აერთიანებს, ისეთ ფინანსურ ცენტრებს მოიცავს, როგორიცაა სინგაპური, შვეიცარია, იაპონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. თბილისის ფინანსური სამიტი უმასპინძლებს 1000-მდე სტუმარს, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, თბილისში 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ესენი იქნებიან, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა ცენტრალური ბანკიდან, ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და რაც თავარია, ყველაზე მეტად წარმოდგენილი იქნება ბიზნეს სექტორი, ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები და საუბარი ამ ორი დღის განმავლობაში იქნება ახალ ფინანსურ სერვისებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ ვალუტებზე, ციფრულ ფინანსურ აქტივებზე.